საფრთხე არ დაემუქრება. ბოლო-ბოლო ჩვენ შევძელით და დემენსიანი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ატროფია, რა ქონდა კიდე? მოდელებს რო აქვს ის დაავადება. ანორექსია და ტყვია ქონდა სიცხე. და რაც მთავარია, ტყვია ხო ქონდა? მთელი მენდელეევის სისტემა მთავარი არის დემენცია განიკურნა და მე მაგაზე მნიშვნელოვანი რაც ქონდა ადვოკატმა თქვა რომ იხწნებაო და გახსნილი ადამიანი არა და ფრჩხილებიდან ყარსო ტყავი ჯრება ყარსო ყარს კი ბატონო ადამიანი ხწნის სუნიანი დემენცია ანორექსია ვერცნობდა ადამიანებს იყო ბიჭო რატო ორი წელი რატყუილს ერთ წამშალო არა ამაზე მე არ მგონია რომ ტყუილს არა სვარამეზე ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის ორი წელი რომ ქვეყანა ამ ტყუილში აცხო ამ სიგიჟეში რო აცხოვრეს ჯეროდა რომ ესე არის ის არის არა არ უნდა მოსთხოვონ ამ ესე იგი დივერსანტებს ამათ ბიჭო რა უქნეს ქვეყანას ორი წელი აცხოვრეს ტყუილში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეთია რომ არავის არც ერთი პატიმრის ჯანმრთელობას ჯერ დემენცია და ანორექსია დაემართა ერთ დღეში და მე განიკურნა ერთ ასეთი სასწაულის შემდეგ ეხლა რომ უყურებ მოზვერივით არის კაცი კი კაცო ამასობაში მაგაზე ის არის ჯიქსო უყარო ჩაბეროს იქებს გააშლევინებს ველური ბუნების ბინადარნი ვერ მრავლდებიან ზოოპარკებში და ეს მრავლდება ეს ძალიან ხოცია შეძლო ხარი ხო ახარ ბუივოლი გარეული ბუივოლი და შეძლო ისეთი სიტუაცია ისე შექმნილია რომ მოახერხეს და ლიზა იასკოს დაშორდა ხო